დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეკემბერში უნდა დამტკიცდეს. ცნობილია, რომ იზრდება ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. შენარჩუნებულია ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია. საფინანსო დოკუმენტის ამჟამინდელი მოცულობა $1,438,775,000 ლარს შეადგენს. რა მთავარ პრიორიტეტებზეა დოკუმენტი გათვლილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით საკმაოდ მცირდება ახალი ბიუჯეტი. თქვენ რომ გვითხრათ, რეალურად რა ხდება, რა პრიორიტეტებია მთავარი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში? რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რეალურად მე გეტყვით, რომ ბიუჯეტი იზრდება. დღევანდელი წარმოდგენილი ბიუჯეტი, როგორც თქვენ თქვით, არის დაახლოებით $1,450,000 ლარი. შესაბამისად, ჩვენ თუ შევადარებთ 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს, გამოდის, რომ დაახლოებით $135 მილიონი ლარით მეტია. ეს ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც იცით, წლის განმავლობაში არაერთ გზის ხდება ბიუჯეტში ცვლილება და ბიუჯეტი სისტემატურად იზრდება წლის განმავლობაში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ხარჯებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის ზრდის და მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია, რა თქმა უნდა, გრძელდება და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გადამუშავებულ საბოლოო ბიუჯეტის ვარიანტში კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ნიშნულზე ვიქნებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ტრანსფერი იქნება დაზუსტებული და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ დაახლოებით 100 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი, საბოლოო ვერსია, რომელიც დეკემბერში იქნება წარმოდგენილი განსახილველად. რა თქმა უნდა, გაზრდილი ბიუჯეტი მოცულობითი ზრდა არის, ახლა თქვენ რაზეც საუბრობს და იცით რა მაინტერესებს, სოციალური მიმართულებით რა პროექტებზეა საუბარი და ასევე მაინტერესებს ხელფასების ზრდა თუ არის გათვალისწინებული. ხშირად ხდება ხოლმე ოპოზიციის მხრიდან პედალირება ამა თუ იმ საკითხზე სიმულაციები ამ საკითხთან მიმართებაში, რომ თითქოს ძირითადად მხოლოდ ფიგურირებს ხელფასების გაზრდა. რომ დეტალურად აგვიღწეროთ, როგორ არის მაგალითად გაწერილი ეს სოციალური პროექტები? წლის განმავლობაში დავაზუსტებ თუ შეიძლება, წლის განმავლობაში ჩვენ გარდა საბოლოო, ასე ვთქვათ, დეკემბერში დამტკიცებული, ასე ვთქვათ, თანხის, ჩვენ წლის განმავლობაში ვარაუდობთ, რომ აუცილებლად დაახლოებით 250-300 მილიონით ზრდა იქნება წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ 2023 წელი გვექნება მნიშვნელოვნად დიდი ბიუჯეტი და მნიშვნელოვნად მეტი შესაძლებლობები, რომ ყველა მომართულებით ჩვენ ამ თანხის განკარგვა მოვახდინოთ. რაც შეეხება სოციალური, ზოგადად სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი და დაახლოებით 35-40% მთლიანი ბიუჯეტის არის განკარგული, ანუ ასე ვთქვათ, გამიზნული ზუსტად ამ ხარჯებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ სოციალური მიმართულებით მრავალი მილიონი ყოველწლიურად იხარჯება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, როგორც სოციალურად დაუცველი, როგორც უფასო სასტილოები, როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებები, როგორც ჯანდაცვის პროგრამებით, განსახორციელებული პროგრამებით. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პირდაპირ პროგრამულია და პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანების ბენეფიციარების დაფინანსებას და 10,000-ობით ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად ასე ვთქვათ, ყოველწლიურად ვახორციელებთ ზრდას და სიახლეებს და ვაფართოვებთ არეალს, მაგალითად აუტიზმის სპექტრის, ასე ვთქვათ, ბენეფიციარები თუ გარკვეული რიგი არსებობდა გარკვეული წლების წინ, ჩვენ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარი ჩართულია პროექტში. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა ახალი პროექტები გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, სიახლეები ამ მიმართულებით, ეს არის გაფანტული სკლეროზი და ძალიან ბევრი
სოციალური შეიძლება ჩამოთვალოთ და ამ მიმართულებით საუბარი და ამ დროს საუბარი იმაზე რომ თითქოს და სოციალური მიმართულებით ხდება ფინანსების არასაკმარისი ხარჯვა, რა თქმა უნდა ეს არ არის სიმართლე და ეს არის მანიპულირება ციფრებით. მე ასევე მინდა და მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი. ტრანსპორტი, სატრანსპორტო პოლიტიკა 180 ახალი 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა იგეგმება 2023 წელს. თქვენ იცით რომ მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქის მასშტაბით და აბსოლუტურად ყველა ძირითადი გამზირის რეაბილიტაცია ხდება და რეაბილიტაციის შესაბამისად ხდება მთავარი დერეფნის შეკვრა, რომელზეც უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იქნება შეუფერხებელი. შესაბამისად ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა რომ 18 მეტრიანი ახალი ავტობუსები დავტვირთოთ და ქალაქი, ანუ ინფრასტრუქტურამ აუწყოს, ასე ვთქვათ, ამ ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს შესაბამისობაში მოვიდეს. გამომდინარე აქედან ჩვენ უკვე საჭიროება გვაქვს იმისა, რომ განვახორციელოთ ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023 წელს აუცილებლად ეს იქნება განხორციელებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ არაერთი და წლევანდელ წელს ქეთევან-წამებულის და მელიქიშვილის გამზირების რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მომავალ წელს გვექნება აუცილებლად მნიშვნელოვნად რამოდენიმე მსხვილი და ძირითადი ასე ვთქვათ გამზირების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ჩვენ ახალი პროექტების შესახებ უკვე 10 დეკემბერს, როცა საბოლოო გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი იქნება და მაქსიმალურად მე მაქვს იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ასახული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც საკრებულოში განხილვების შედეგად იყო რეკომენდაციები მერიაში, ასე ვთქვათ, გაგზავნილი, იქნება ასახული და ჩვენ ერთიანად შეჯერებულად მივიღებთ იმ ბიუჯეტს, რომელიც იქნება ჩვენი ქალაქელებისთვის, თბილისისთვის ძალიან ასე ვთქვათ დოკუმენტი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის ორიენტირებული 2023 წელს. ბატონ გიორგი, ეს ყველაფერი, ეს ჩამონათვალი ბუნებრივია იცის ოპოზიცია მას. როგორ ფიქრობთ, კრიტიკა მათი პოლიტიკური პოზაა? ნახეთ, ეს მათი პოლიტიკური დღესასრიგია, რა თქმა უნდა. ბიუჯეტი არის პოლიტიკური დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი და არც გქონია და არც არასდროს ყოფილა შემთხვევა ალბათ, რომ ოპოზიციას დაეჭირა მხარი ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, ის რომ ისინი არ იქნებოდნენ ამ დოკუმენტის მიმართ, ასე ვთქვათ, არ იქნებოდნენ კრიტიკულები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მოლოდინი არ გქონდა, მაგრამ რეალობა ხომ სხვა არის. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, ჩვენ ვსაუბრობთ ციფრებით, ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებული სამუშაოებით, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე დაგეგმილი პროექტებით, რაც რეალობაა, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები და თითოეული ჩვენთაგანი ხელით ვეხებით, ხომ ყველანი დავდივართ, ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველანი ხედავთ რა პროექტებია, რა სარეკრეაციო სივრცეებია, არ არსებობს პარკი თბილისში, რომელიც არ რეაბილიტირდა ან არ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. ბატონ გიორგი, რეაბილიტაციასთან ერთად შექმნილი. მინდა გკითხოთ ასევე უსაფრთხოების მიმართულებით, რა კეთდება? იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ამასთან დაკავშირებით გარკვეულწილად გეგმები. უსაფრთხოების თვალსაზრისით რა არის ჩადებული ბიუჯეტში, რომ უფრო უსაფრთხო იყოს ჩვენი რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის და ყოველთვის იყო, მინდა ვთქვა, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ყოველთვის განსაკუთრებულად ამ მიმართულებას ექცევა ყურადღება. ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი უბედურების და ტრაგედიის მოსწრენი გავხდით და ამ ფაქტმა კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, დაგვძაბა ყველა და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ღრმად დაგვაფიქრა, რომ აუცილებლად ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ჩვენ ყველანი ველოდებით გამოძიებას და ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგავთ ყველა იმ, ასე ვთქვათ, საჭირო ღონისძიებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც იქნება ჩათვლილი საჭირო. თქვენ იცით, რომ მერის დავალებით მიმდინარეობს გარკვეული საექსპერტო ჯგუფების მიერ ექსპერტიზის განხორციელებული სამუშაოების გადამოწმება და მონიტორინგი. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ მინდა გითხრათ, რომ აქამდეც ძალიან ყურადღებით და მნიშვნელოვნად
მაგრამ ამ ტრაგედიის შემდგომ რა თქმა უნდა კიდევ უფრო ასე ვთქვათ მეტი ყურადღება და მეტი გამოწვევების დაძლევა გვექნება და ჩვენ ამაზე აბსოლუტურად გეგმაზომიერად თითოეულ ასე ვთქვათ გადაწყვეტილების შესახებ რა თქმა უნდა გაცნობებთ. ბატონ გიორგი, ამავე დროს თქვენ ხართ მაჟორიტარული დეპუტატი ვაკის საკრებულოს თავმჯდომარის გარდა. გუშინ მზიურში ახალი ტერიტორია დამტკიცდა ფაქტობრივად, დაუმტკიცდა მზიურს. რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობთ, რეკრეაციული ზონის მსგავსი სახით შენარჩუნება და იცით რა მინდა გკითხოთ, იყო თუ არა ეს მხოლოდ ერთჯერადი აქტი თუ შესაძლებელია სხვა პროექტებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით? დიახ, მე მინდა მოულოცო ჩვენ თბილისელებს ძალიან მართლაც ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ნახეთ, ჩვენ არაერთი მონაცვლეობა განგვიხორციელებია და არაერთი სარეკრეაციო თუ სპორტული ობიექტი დაგვიბრუნებია ქალაქისთვის. სამწუხაროდ ეს, რა თქმა უნდა, იყო პრაქტიკა, მავნე, როცა სარეკრეაციო სივრცეების და სპორტული ობიექტების გასხვისება ხდებოდა. ეს ტერიტორიაც გახდათ კერძო საკუთრება და მე მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის მერს და ყველა იმ ასე ვთქვათ ადამიანს, რომელიც ღებულობდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გარიგება შედგა. ჩვენ დავიბრუნეთ ტერიტორია და აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ არ აშენდება პარკში რაღაცა ასე ვთქვათ შენობა ნაგებობა. არამედ ეს არის ისეთი ლოკაცია, რომელიც მინდა აი ძალიან ასე ვთქვათ მივაქციოთ ყურადღება, რომ ის მზიური, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რეაბილიტაციის შემდგომ ძალიან ასე ვთქვათ დიდი პოპულარობით სარგებლობს და აბსოლუტურად ყველა თაობის ადამიანი ატარებს ძალიან დიდ დროს და ისვენებს ერთობა ეს ტერიტორია მნიშვნელოვნად კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ არეალს, გამომდინარე იქიდან, რომ არის შუაგულ, ასე ვთქვათ, მზიურის ტერიტორიაზე. ამიტომ აქ აუცილებლად განხორციელდება, დაიგეგმება და განხორციელდება ძალიან კარგი გამწვანებითი სამუშაოები, საპარკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება და გაფართოვდება მზიური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან ღირებულია და თქვენ თქვით და კითხვა იყო, რომ ხომ არ აპირებთ კიდევ ასე ვთქვათ პროექტებს. კი, ნამდვილად ვაპირებთ და უახლოეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები იქნება ამ კუთხით, დაველოდოთ მოვლენებს და მე უბრალოდ მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო სურპრიზები გველის ამ მიმართულებით. უბრალოდ მე დღეს თავს შევიკავებდი და მივანდობდი თბილისის მერს ამის დაანონსებას, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ 2023 წლის ბიუჯეტი, ვფიქრობ, უპრობლემოდ დამტკიცდება დეკემბრის თვეში. ახლა კი